2 საათში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია მილანის ინტერს დაუპირისპირდება. პარის სენ-ჟერმენისა და იტალიური კლუბის ფინალური მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პროტესტი თბილისის მეტროში. პოლიტპატიმრების მშობლებმა შვილების გათავისუფლება მოითხოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ სარდლის ინფორმაციით რუსეთმა ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიური შეტევა დაიწყო. გერმანიაში დიუსელდორფის მახლობლად მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის პილოტი. წინასწარი ინფორმაციით პილოტმა ქალმა ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე უახლოეს აეროდრომზე საგანგებო დაშვება მოითხოვა. ნიგერიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 151-მდე გაიზარდა. სტიქიის შედეგად 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. 3000-ზე მეტ ადამიანს კი იძულებით გადაადგილება მოუწია.